სახარებაი მათესი, თავი მეცხრე. და შევიდა ნავსა და წიახდა და მოვიდა თვისად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განღუეული ცხედარსა ზედამდებარე. და იხილა იესოს არწმუნოებაი მათი და რქუა განღუეულსა მას. ნუ გეშინი შვილო, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი. და აჰა ესე რა მწიგნობართაგანთა ვიეთმე, თქუ ეს გულთა შინამათთა ვითარმეთ, ესე გმობს. იცნოდა იესოს რახვანი მათინ და რქუა მათ. რა ისა თქვენ ბოროტსას რახავთ გულთა შინა თქვენთა? რა იუადვილეს არ სიტყუად, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი, ანუ სიტყუად, აღდეგ დავიდოდე. ხოლო რაითა უწყოდეთ რამე თუ ხელმწიფებაი აქუს ძესაკაცისასა, ქუეყანასა ზედა მიტევება ცოდვათა. მაშინ რქუა განღუეულსა მას, აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახეთ შენდა. და იგი მეყუსეულად აღდგა და წარვიდა სახეთ თვისა. იხილა რაი ესე ერმა მან, დაუკვირდა და ადიდევდეს ღმერთსა, რომელმა მოსცა ესე ვითარი ხელმწიფებაი კაცთა. და წარვიდოდა მიერ იესო იხილა კაცი, რომელიც ჯდასა ზუერესა მათეოს სახელი მისი, და რქუა მას მომდევდი მე, და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რა იგი ინახით სახსა შინა, და მრავალი მეზუერენი და ცოდვინი თანას ხდეს ინახით იესუის თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, რქუეს მოწაფეთა მისთა. რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოწყუარი თქვენი? ხოლო იესოს ვითარცა ესმა რქუა მათ. არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ ცნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ რა იარს, წყალობა იმ ნებავს და არა მსხუერბლი. რამე თუ არა მოვეთ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა. მაშინ მოუხდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს. რაისათვის ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენი არა იმარხვენ? რქუა მათ იესო. ხელეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათთანა არ სიძე. მოვლენან დღენი რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი და მაშინ იმარხვიდენ. არავინ დაადგის სადგმელი უმრკვნელი სამოსლსა ძუელსა. რამე თუ აღიღის სავსებაი სამოსლისა მისგან და უფრო ისი განხეთქილებაი იქმნის. არცაშ დაასხიან ღვინოი ახალი თხიერთა ძუელთა, რაით არა განსკდნენ თხიერნი და ღვინოი დაითხიოს და თხიერნი წარწყდნენ. არამეშ დაასხიან ღვინოი ახალი თხიერთა ახალთა და ორნივე დაიმარხნიან. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი, თაყვანისცემდა მას და ეტყოდა ვითარმენ. ასული ჩემი აწყა აღესრულა, არამედ მოვედ და დასდევ ხელი შენი მასზედა და ცხონდეს. და აღდგა იესო და შეუდგა მას და მოწაფენი მისნი მისთანა. და აჰა ესე რა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა 12 წელ, მოუხდა ზურგით და შეახო ფესოსა სამოსლისა მისისასა. რამე თუ იტყოდა გულსა თვისსა ვითარმენ. შეხოლო თუ ვახო სამოსელსა მისსავ ცხონდე. ხოლო იესო მიექცა იხილა იგი და რქუა მას. ნუ გეშინი ნასულო, სარწმუნოება მან შენმან გაცხონა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. და მოვიდა იესო სახსა მას მთავრისასა და იხილა მონ მგოსნები და ერი კრებული და შფოთით და რქუა მათ. განეშორენით, რამე თუ არა მომკვდარ არს ეგე, არამედ ძინავს, ხოლო იგინი ეკიცხვიდეს მას. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ხელი მისი და აღადგინა ქალი იგი. და განხდა ამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. და წარმორაი ვიდოდა მიერ იესო, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს. შემიწყალენ ჩვენ ძეო დავითისო. და ვითარცა შევიდა იესო სახსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი და რქუა მათ იესო. გრწამსა ვითარმე ძალმიც ესე ყოფალ, რქუეს მას ჰეუფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და რქუა მათ. სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავთ თქვენ. და მეყუსეულად აღეხვნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესო და რქუა. იხილეთ ნუნცა ვინ უწყის, ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. და ვითარცა იგი გამოოდენ ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი და დაუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს, ვითარმეთ არასა და ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს, მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა. და მოჰვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა. და გადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა.
და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათაერსა შორის. და ვით არცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამე თუ იყვნენ დამაშურალ და დაცვირნებული, ვით არცა ცხოვარნი, რომელთა არა აქვთ მწყემსი. მაშინ რქუა მოწაფეთა თვისდა, ვით არმეთ სამკალი ფრია დარს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინეს მოქმედნი სამკალსა თვისსა.